ექნება ისინი დავაზღვიოთ. კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო კურორტი, რომელიც ზემო რაჭის ერთ-ერთ უძველეს სოფელში მდებარეობს, კლიმატითა და ბუნებით უნიკალურია, უწერაზე 28 სახის მინერალური წყალია. ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს წლების განმავლობაში პრობლემებს ამორტიზებული გზები უქმნიდა. რეგიონალური განვითარების სამინისტრომ უკვე დაიწყო სანიაღვრე არხების მოწყობა. რეაბილიტაცია უწარდება მწყობრიდან გამოსულ 3 ხიდს და იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოებზე 70 ადგილობრივი დასაქმდა, რომელთა რიცხვი მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გაიზრდება, აცხადებს რეგიონალური განვითარების მინისტრი. This მეშვეობით უამრავი ტურისტი შემოვა შოუში, უამრავ ადამიანს მიეცემა დასვენების საშუალება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ადამიანი, რომელიც ამ სოფლების გასწვრივ ცხოვრობს, ამ სიკეთეს თავის თავზე ნამდვილად იგრძნობს. ქართული კომპანია არის ჩვენი კონტრაქტორი ამ შემთხვევაში. ინერტული მასალა მოიპოვება აქ ადგილზე და მოგვეცა საშუალება, რომ დაახლოებით 100 კაცი დავასაგმოთ ამ ობიექტზე, რომელიც როგორც გითხარით, ორ თვეში დასრულდება. ამჟამად არის ტურისტული სეზონი, ძალიან დიდი რაოდენობით არის დამშვენებელი შემოსული კურორტებზე და სწორედ ამ გზაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ გაცილებით დიდი რაოდენობით იქნება დამშვენებელი შემოსული. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს რაიონის სოციალ-ეკონომიურ განვითარებას და ასევე იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ვარ დასაქმებული ამ ობიექტზე, რომელიც ეთება გზა ჯერამდე და შოვამდე, მაქვს სტაბილური შემოსავალი. ეს გზა დიდი ხნის მანძილზე უყურადღებოდ იყო და არ იყო გაკეთებული და ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ გზის გაკეთებისთვის.